მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს არის პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ნინი ქარჩავა. ახლა რა არის ნინი ქარჩავას მოწვევის მიზეზი? რამდენიმე მიზეზი. ერთი რომ ის არის ჩემი ყოფილი აბიტურიენტი და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სიამაყე, როცა ჩემი ყოფილი აბიტურიენტები, ჩემი რესპონდენტები არიან. ამის შემდეგ იყო ჩემი სტუდენტი მაგისტრატურაში ბათუმის უნივერსიტეტში და ეხლა ამ წუთას არის ჩემი მშობელი და თავარი მიზეზი რის გამოც ნინი დღეს ჩემი სტუმარია, ეს არის ის საოცარი აქტივობა, რომელიც მან წამოიწყო ონლაინ სივრცეში. ეს არის მენტალური ზრდის აკადემია და ნინი არის ამ აკადემიის დამფუძნებელი, სულისჩამდგმელი, განმახორციელებელი და საკმაოდ წარმატებული ლიდერი, იმიტომ რომ მან გააკეთა ძალიან საინტერესო პატარ-პატარა საქმეები და საერთოდ ზოგადად დიდი საქმეები ყოველთვის პატარა საქმეებიდან იწყება და დღეს მინდა რომ ზუსტად ამაზე ისაუბროს, საკუთარი გამოცდილება გაგვიზიაროს და რაც ჩემთვის ყველაზე მთავარი არის, თვითშემეცნებაზე ორიენტირება ადამიანებისა, ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემი აზრით 21 საუკუნეში, იმიტომ რომ დღეს ადამიანებს არ აქვთ ისეთი ცხოვრება, იმის საშუალება ქონდეს, რომ საკუთარ თავთან დარჩეთ და ძირითადად ყოველთვის გაქცეულები ვართ საკუთარი პიროვნებიდან, ამიტომ ყველა ის აქტივობა და ის სტრუქტურა, რომელიც საკუთარ თავთან გვაბრუნებს, ჩემთვის არის ძალიან საინტერესო და მივესალმები ხოლმე ყოველთვის ასეთ წამოწყებას. ძალიან დიდი მადლობა ნინის სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თან ამდენ როლში რო ვარ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. ყოფილი მოსწავლე, ყოფილი სტუდენტი, მშობელი, რა ვიცი, ძალიან დიდი ბედნიერება ჩემთვის თქვენ სივრცეში ყოფნა და მადლობა ამისთვის. მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ, რა ვიცი, ამდენი წლების განმავლობაში, დღემდე ესე აქტიური ხართ საზოგადოებრივ და სამოქალაქო ცხოვრებაში. რაც შეეხება მენტალური ზრდის აკადემიას, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ონლაინ პლატფორმა, რომელიც ემსახურება თვითგანვითარებას და ზრუნვას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კურსი და კურსის დახმარებით ვცდილობთ რაღაცნაირად შევუმსუბუქოთ ადამიანებს ყოველდღიურობა. მოგეხსენებათ, თანამედროვე სამყარო არის ცოტა აჩქარებული, მუდმივად სტრესში ვართ, მუდმივად დაძაბულობაში ვართ, სულ გვეჩქარება და ამ სისტემით რაღაცნაირად ვცდილობთ, რომ დავაბრუნოთ ადამიანები საკუთარ თავთან. ვაპოვნინოთ ის ღერძი, რომელიც ალბათ წლების განმავლობაში ნელ-ნელა გაცდა და დღეს ალბათ ნაკლებად თუ აქვს ადამიანებს ეს სიმყარე და ეს სიმყარე, რომელსაც რაღაც სიმშვიდე მოაქვთ მათ ცხოვრებაში. მე ვნახე თქვენი გვერდი და ძალიან ისიც საინტერესო იყო პირად გამოცდილებებზე, როცა გესაუბრებიან ადამიანები, ხო? და ჩვენ მაყურებელსაც ვეთქვით, რომ ამ გვერდის ლინკებს და იმ ყველა ონლაინ სოციალური მედიის ლინკი, რაც თქვენ გაგაჩნიათ, ყველაფერს კომენტარებში დავდებთ და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო განსაკუთრებით ისეთი ასაკიანი ადამიანების შეფასება, ხო? რომ შეიძლება ადამიანი დაბერდეს ისე, რომ საკუთარი მოტივაციები, ანუ რისთვის არის ამ სამყაროში მოსული, ან იცი რა, ამ კითხვაზე პასუხი, რომ რისთვის ვარ სამყაროში მოსული და რა არის ადამიანის დანიშნულება, ამ კითხვას ესე მარტივად ვერ პასუხობენ, იმიტომ რომ ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე ისე მნიშვნელოვანი და საჯილდაო ქვა არის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადამიანი ამაზე ფიქრდება, შეიძლება ისე დაბერდეს ადამიანი, რომ ამაზე არც იფიქროს, ხო? რა არის ჩემი ყოფნა ამ სამყაროში და რისთვის მაქვს ეს რაღაცა დროითი მონაკვეთი, რომელიც მაქვს, ხო? და ზოგჯერ არის, რომ როცა ამას გაურბის ადამიანი, მე ეს კითხვა ისეთნაირად აი რაღაცერად აი ტალღასავით გეცემა, რაღაც მომენტში დაგეცემა განადგურებს, ხო? როდესაც ამას აცნობიერებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. თუ შენი ყოველდღიურობის აი ამ რუტინაში პერიოდულად მოძებნი რა რაღაცა ისე დისტანცირებას ამ ყველაფრისგან და გარედან შეხედვას, ხო? რომ რა არის, რატო ვარ და საერთოდ რას ვაკეთებ, ხო, ამ სამყაროში. მოდი ახლა აი ეს ფაქტობრივად აი ეს ფილოსოფიური კითხვები ადამიანის დანიშნულების შესახებ, ამის რაღაცერად დამიწებას აკეთებთ კონკრეტულ ადამიანის დონეზე, ხო? და ძირითადად ეს არის ონლაინ პლატფორმები და ეს შეხვედრებიც ხდება ონლაინ და არა უშუალოდ. კი, თუმცა ქონია ესეთი შემთხვევები, როდესაც პირისპირად ხვდებით ადამიანებს
ძირითადად ეს სადღესასწაულო შეხვედრები, აი გაცნობითი შეხვედრები, ნუ მაგ დროს აქტიური მუშაობა არ მიმდინარეობს, მაგრამ გვაქვს ესეთი შემთხვევებიც ქონდა. თბილისში რამდენიმეჯერ შევხვდით მონაწილეებს. უშუალო შეხვედრებიც ქონდათ, ხო? რაღაცა არის ამის საჭიროებაც, ვფიქრობ უკვე მომწიფდა ნელ-ნელა. ხო. მოდი ახლა ვთქვათ, აი თქვენ მუშაობთ ესე იგი ამ მიმართულებით და აი NLP-ს მეთოდს იყენებთ, ხო, როგორც ხვდები, ხო? ხო, ეს არის ნეიროლინგვისტური პროგრამირება და ძალიან საინტერესოა ნეიროლინგვისტურმა პროგრამირებამ ძალიან ბევრი რამე აიღო ფილოსოფიიდან. ფაქტობრივად ეს არის ფილოსოფიის რაღაც, როგორც ყველაფერმა ფილოსოფიის ერთგვარი განშტოება და ყველაზე მთავარი არის მაგ ის რაც აი ჰეგელს აქვს ასეთი ფრაზა როგორადაც შენ უყურებ სამყაროს, ზუსტად ისევე ხედავ სამყაროს შენ. ხო? სამყაროს არკეა, ხო, აი ესაა მთავარი ფუნდამენტი, ხო? და ამის შემდეგ კიდე არის ლინგვოფსიქოლოგია, ხო? ანუ ლინგვისტური ფსიქოლოგია, ასე ვთქვათ, ანუ როგორ გავლენას ახდენს ენა და ფორმულირება ადამიანის ცნობიერებაზე, ხო? და მე მგონია, რომ ეს ყველაზე მეტად ჭირდება მასწავლებელს ეს უნარები, რომ აი რა ვორდინგით ისაუბროს, რა ლექსიკა გამოიყენოს, როგორ უნდა ესაუბროს ბავშვს, როგორ უნდა ესაუბროს მშობელს, როგორ უნდა ესაუბროს კოლეგას, როგორ უნდა გამოვიდეს სახლიდან, აქედან რომ დავიწყოთ. ჯერ. იცით მე როგორ ვიწყებ დილას? როგორ საინტერესოა. დილა ეხა ბოლო ხანები, დიდი ხანია მინდოდა ეს დამემკვიდრებია და ეს ბოლო ხანებია დავიწყე, რომ დილას ვიწყებ, იმით რომ ღმერთს ვეუბნები მადლობას. რისთვის, რომ მაგ საშუალება, რომ დღეს ამ საოცარ არსებებს, ბავშვებს, აი ეგეთ სამყაროში მოსულ საოცრებებთან ურთიერთობის უფლება და საშუალება მაქვს. აი ეს არის რაღაცა ისე მადლიერებით მახსოვს მე რომ ვთქვარ ის სირთულები რაც მე მათთან ხდება ამ სირთულების გადალახვაში ძალიან მეხმარება თორე ალბათ ესეთი რთული საქმეზე მაქვს ხელი მოკიდებული რომ ალბათ ვერ შევძლებდი ამის კეთებას ეს რაღაცა შინაგანი მადლიერება რო არ გქონდეს ხო აი ხა მოდი ნინი მოყევი ის მოდი დავიწყოთ რითი იცი აი რატო გაგიჩნდა მისი ამ პორტალის გაკეთების სურვილი მე ალბათ ფინანსური ისიც არის ხო ანუ ეს როგორ აქცია ჯერ ამაზე დავიწყოთ რატო გაჩნდა ეს სურვილი და ალბათ მოთხოვნა რო არ ყოფილიყო ვერც განახორციელებდა ანუ შენ როგორც ჩანს იგრძენი რაღაცა მოთხოვნა რაც მე უკვე ბიზნესად აქცია ხო ხო მოკლედ რამ გამოიწვია ეს აი რო გადაწყვიტე ასეთი რაღაცის კეთება ნუ ბავშვებთან მიდის ყველაფერი, რა ვიცი, ჩემს ცხოვრებაში ახლა მე როგორც მასწავლებელი, ჩემთვისაც დიდი წყალობა ბავშვებთან ურთიერთობა და სანამ სხვის შვილებთან გადავალ, აი პირველი გარდამტეხი იყო ჩემი შვილი. მე მქონდა გარკვეულწილი მენტალური პრობლემები და ამასთან ერთად ფინანსური პრობლემებიც. ორივე ერთად მოიგვარე ხო ჯახში ქალობას? ორივე არა, სამივე. მესამეს არ ვამბობ. პირადი ურთიერთობებიც მქონდა ცოტა არეული, კიდე კარგად. ნუ რა, ეხლა ცხოვრება რა არის მნიშვნელოვანი რა არის პირადი სფერო, როგორც დედა და ფული და ჯანმრთელობა, ხო? თუ ამ სამს მოაგვარებები, ჯექი რა არ ხინათ, ხო და დავიწყე ჯერ მენტალური ჯანმრთელობის მოგვარებით, მაგრამ მასთან ერთად ფინანსურიც. და ეს დაიწყო იქიდან რომ ჩემი შვილი შემოვიდა ოთახში და რაღაც მომენტში ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და არ მომეწონა ის რომ დამინახა როგორ ვიყავი. თითქოს აი რაღაცა ესეთი ვიფიქრე რომ ამ ბავშვმა ჩემი შინაგანი სამყარო წაიკითხა და არ მომეწონა ის რაც წაიკითხა. გადავწყვიტე რომ ეს შინაგანი სამყარო უნდა შემეცვალა და ისეთი დედა უნდა ყოფილიყავი როგორცაც იმსახურებს ყველა ბავშვი. შემდგარი, ღირსეული, ბედნიერი, მომღიმარი და აი აქედან დაიწყო რაღაც გარდამტეხი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და დავიწყე ძებნა. ნუ ყველაფერს ვედებოდი მართლა. ნუ ფილოსოფია ჩემი ცხოვრების თანდები იყო მთელი, რა ვიცი, ბავშვობიდან დღემდე ალბათ და სულ კითხულობდი ამ წიგნებსაც და წიგნები ძალიან დამეხმარა. შემდეგ დავინტერესდი სხვადასხვა ფსიქოლოგების ნაშრომებით, კვლევებით და მივხვდი რომ მეხმარებოდა ეს სწავლა საკუთარი თავისთვის დროის დათმობა, მარტო ყოფნა და ფიქრი. ანუ მთელი ჩემი ქმედებების შიგნით შებრუნება და ამ ყველაფერზე ფიქრი, ანუ მდგომარეობაში ყოფნა. ძალიან მარტივად რო ვთქვა. ნუ ჯერ მედიტაცია რა იყო იმ პერიოდში არ ვიცოდი.
ყურადღების შებრუნება იყო შიგნით და ამ ყურადღების შებრუნებით დაიწყო ყველაფერი. იმიტომ რომ სადაც არის ყურადღება, იქ არის ენერგია თავისთავად. და ენერგია ალბათ გადანაწილდა შემდეგ ისე როგორც უნდა გადანაწილებულიყო და ანუ გქონდა ყველაფერზე და ყველგან მიმოფანტული. ამ სწავლით საკუთარ თავზე მუშაობით ვუშველე ჩემს პიროვნებას. ანუ იმ სტრესიდან, დეპრესიიდან, რთული სიტუაციებიდან გამოვიყვანე საკუთარი თავი. და რომ მივხვდი რომ ანუ ეს შესაძლებელია თურმე რომ რაღაცა სირთულეები დაძლიო საკუთარ თავზე მუშაობით, მე გამახსენდა სხვა ადამიანებიც. ესე იგი ჩემნაირად შეიძლება ბევრი სხვა იყოს. რატომაც არა. და შევქმენი სისტემა. თავიდან ახლა ისეთი მოდიფიცირებული არ იყო როგორც ახლა არის. იყო რაღაცები, რაც შევცვალე, გავასწორე, ჩამოვაყალიბე, დავამატე. ეხლა უკვე გამართულია სისტემა და ეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად მუშაობს და ძალიან კარგი შედეგებიც გვაქვს. მე მაქვს ასეთი ჩემს რესპონდენტებთან, როდესაც აი ესეთ არასტანდარტულ რაღაცებს ვინც აკეთებს, ამ პროცესს თავაზობ ხოლმე, რომ ხო არ გვეცადა, თქვათ ის რა თქვენ გააკეთეთ, ჩვენი საკვირაო სკოლის მოსწავლეებთან რაიმე ერთი რომელიმე ტექნიკა და მოგიწევთ, მოგეთ ამის უნდა მოემზადო, კალბატონო ნინო და მოგიწევთ და ერთი საინტერესო აქტივობა ჩავატაროთ, ხო? და რატო? მე მქონდა ასეთი ის გავაკეთე, რომ ბავშვებს შევეცადე, რომ რაღაც აქტივობა ასეთი, რომ ემოციები უნდა ჩამოეწერათ და უნდა დაეწერათ, სად და რა ვითარებაში გრძნობდნენ ამ ემოციებს. ბავშვებს აქვთ საოცარი სიღატაკე ემოციების. მეწყინა გამიხარდა. მორჩა. კარგი და ცუდი. კეთილი ბოროტი დამთავრდა. ამის იქეთ ვერ მიდიან. ეს ორი ემოცია და წარმოიდგინეთ თქვენ რომ ჩვენ როგორი სპექტრი გაქვს ემოციებს და თან რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც ადამიანი საკუთარი თავის ზოგადად ემოციების სახელდებას თუ ვერ ახდენს, ანუ ჩვენ ხო ვერბალური არსებები ვართ, ხო ენობრივი არსებები ვართ და ის რასაც სახელს ვერ ვარქმევთ, იმისი გაცნობიერებაც არ ხდება. შეიძლება ადამიანს რაღაც ემოცია ჰქონდეს, მაგრამ ამ ემოციის სახელი არ იცოდეს, ამის გამო ის ამ ემოციას ვერც გრძნობს და ვერც აცნობიერებს. ეს კიდე მთელი ამბავია. ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ვართ არსებები, რომელთათვისაც საკუთარ თავში მიმდინარე პროცესები შეიძლება ისევე უცხო იყოს, როგორც ვთქვათ, ის რაც ახლა ამ წუთას ხდება ფუძიამაზე. კი, უცნობია. როგორც ის არ ვიცი ახლა ფუძიამაზე რა ხდება, ზუსტად ისე არ ვიცი, რა შეიძლება ხდებოდეს ჩემ ცნობიერებაში, ხო? და კიდე იცი რა არის პრობლემა, ლალი? არც გვაინტერესებს. აი ეგ ყველაზე დიდი პრობლემა. ანუ ჩვენ როგორც სისტემა არ გვაინტერესებს როგორ მუშაობთ, რა არის, რანაირად ფუნქციონირებს გონება, რა შვება სხეული, რაში გვჭირდება. განა იმას გულისხმობ გული სად არის და ფილტვი და თირკმელი. არა, აი როგორც ერთიანი სისტემა, რა არის ადამიანი. ეხლა რაღაც ახალ ნივთს რო შევიძენთ, ხო, ვკითხულობთ მის ინსტრუქციას, გავეცნობთ. ჩვენი ინსტრუქცია რო არ არსებობს. აი, ჩვენი ინსტრუქცია არ გვაინტერესებს, თორე არსებობს. არა, ესე ბიბლიაში წერი. ხო? ინსტრუქცია ახლავს ბიბლიაში. მაგრამ იცით რა არის? ახლა ნახე როგორი ამბავი არის. ჩვენ ვართ ესეთი პარადოქსული არსებები, იგი თან თვითშემეცდებელი არსებები ვართ და თან ვართ არსებები, რომელსაც ბოლომდე არ აქვს საკუთარი თავი შეცნობილი. ხო, ეს ამბივალენტობა მუდმივად ახლავს. ესე იგი, ერთი მხრივ ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს და რაც გვინდა, ესაა საკუთარი თავი და იმავდროულად ყველაზე ნაკლებად რასაც ვიცნობთ, ეს არის საკუთარი თავი. თან ვცდილობთ რომ გავიცნოთ და თან საკუთარი თავიდან გავრბივართ. იმიტომ რომ ისეთი ეპოქა არის, რომ რაღაცა დიდხანს საკუთარ თავში ქექვასაც არ გაპატიებს ის ტემპები, რომელშიც ჩვენ ვართ. ხო? და ამას რო აცნობიერებენ შენი პაციენტებით როგორ დავარქვა? მონაწილეები. ხო, პაციენტები არ ქვია? არა, მონაწილეები. ხო, რისი მონაწილეები? აკადემიის მონაწილეები, კურსის მონაწილეები. ანუ აკადემიის, კი ბატონო, მშვენიერი სტატუსია, ხო? და რას ლაპარაკობ? აი პირველი ემოცია რა არის მათი? საინტერესო ემოციები აქვს სხვათა შორის. პირველი, რაც ყველაზე ძალიან უყვირს, თურმე სამყაროში არსებობს კანონები. თურმე შეიძლება შენი ფიქრით რაღაცა ნიუტონი არ უსწავლიათ სკოლაში? იცით, სკოლაში კი უსწავლიათ, მაგრამ მე ხო დავიწყდა სკოლაში, ძირითადად ვრეცხავთ გონებას სამწუხაროდ.
მე გვავიწყდება იქ რასაც ვსწავლობთ, ხუთ ვსწავლობთ და ცოდნა თავის თავს ხომ ვერ იყენებთ თუ პრაქტიკაში არ გამოვიყენეთ. და რა აზრი აქვს ახლა იმ თხრობით ნასწავლ რაღაცას ნიუტონი ვისწავლე თუ არ ვისწავლე, თუ ცხოვრებაში მე ის ვერ დავაკავშირე ვერაფერთან, იყოს ის ცოდნა გაქრა. სტუდენტობის დროს ხო არ გაყურებინეთ ასეთ ფილმს The Secret? სეკრეტი. არ გვაყურებინოთ, მაგრამ ჩემი სისტემა I am the secret-ზე არის დაფუძნებული, რომ მივხვდი. ხო, აი მე არც მიკვირს, რომ თქვენ მიხვდით სად ვართ. და როგორ ვართ კი. აუცილებელი ფილმია. სამწუხაროდ ქართულად არ არის კარგად გახმოვანებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საჭირო ფილმია. ხო და იმას ვამბობდი, რომ როდესაც გააცნობიერებენ, რომ ამ სამყაროში, ესე იგი, მარტო მე და შენ არ ვართ და ვართ მეები და ამ მე სჭირდება მართვა. და იმასაც რო ხვდებიან, რომ ტვინი თურმე ავტომატურად მოქმედებს და თუ მას მე მივმართავ და ვისწავლი ამ ტვინის სადავეების ხელში ჩაგდებას, ესე ვთქვათ, ჩემს ცხოვრებას ისე მოვაწყობ, როგორც მე მინდა. ამას რო იგებენ, ჯერ შოქში არიან. რამდენიმე კვირის შემდეგ მწერენ ხოლმე, რომ ვაიმე ნინი, რა გვითխარი, თურმე რა ყოფილა, როგორ ყოფილა, თურმე ეს შემიძლია, აქამდე მეძინა და ბევრი ამბობს, ჩემი ცხოვრება შეიცვალა ნინის გაცნობიდან შემდეგ. ოღონდ მართლა ლალი, ამის რა ვიცი. როგორც ფილოსოფია იყო, ხო? კანტამდე და კანტის შემდეგ ასია ცხოვრება. კი, იცი რა, კიდევ ეს მე რაღაც ახალი ველოსიპედი კი არ მომიგონებია. ეს ყველგან წერია და ეს ამ ინფორმაციას ადამიანი ატარებს, უბრალოდ არ იცის ამის შესახებ. და არც არის რამე, ან ვინმე, ან დაწესებულება, ან რა ვიცი, რომელიც აჩვენებს ადამიანს გზას, საით უნდა წავიდეს. ანუ ჩვენი სისტემა ზოგადად მოწყობილია ისე, რომ გვაშორებს საკუთარ თავთან და საკუთარ უნარებთან. ანუ გვაიძულებს ვისწავლოთ ის, ჩვენ რაც არ გვჭირდება, ან რაც არ გვინდა. ან რაღაც ჩარჩოებში გვსვამს და გვეუბნება, რომ მაგალითად ეხლა გამახსენდა ვაჟა და არწივი და არწივში ვაჟა მიგულისხმა საქართველოს. იქნებ მე სხვა რაღაცას ვფიქრობ, მაცადე. ანუ რის თქმა მინდა, იცით, ძალიან გვაშორებს საკუთარ განცდებთან, საკუთარ კავშირებთან, აი ჩვენ თვითონ რო დავაკავშიროთ რაღაცებს და ჩვენ თვითონ მივხვდეთ და ეს კავშირი რაც უფრო ხშირად წყდება ბავშვის შემთხვევაში, რაც უფრო ბევრჯერ გადავჭერი საკუთარ თავთან კავშირი, მე როცა გაიზარდა და ჩამოყალიბდა ეს ბავშვი, საერთოდ დაკარგული აქვს საკუთარი იდენტობაც კი. მართლა, აი ძალიან დიდი პრობლემაა ეს. და ამას ქმნის სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენი სისტემა, ზოგადად სისტემა. და ამავდროულად აი ეს არის საკუთარი თავის შემეცნების, საკუთარი მოტივაციის გაცნობიერება, ხო? აი თუ კი ამაზე არ დადიხარ რა თან პროფესიის არჩევის დროს ხშირად ჩემს აბიტურიენტებს ვაკეთებინებ ტესტს, როგორ უნდა აირჩიონ პროფესია. და ტესტის ქვეტექსტი რა არის, რომ ძირითადად აი როცა საბოლოოდ გეუბნება, რომ ეს პროფესია არის, თქვათ, ის სფერო, რომელიც შეგიდა, სინამდვილეში რა არის, რომ ის სფერო, რომელიც შენ სიამოვნებს, რომელიც შენ სიამოვნებას განიჭებს, ხო? ჯერ არ ყოფილა ესეთი პროფესია, რომელიც ადამიანს მოწონს, სიამოვნებდეს და იმ პროფესიაში ყოფილიყოს წარუმატებელი. მაგრამ იდეაში რაც არ უნდა წარმატებული პროფესია იყოს, თუ ის შენი სიამოვნების წყაროც ვერ ხდება იმავდროულად, მაშინ გამორიცხულია, ხო? იქ არაფერი არ გამოდის და აქ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ადრეულ პრინციპში არც ერთ ასაკში არ არის გვიანი მაგისი გაცნობიერება, მაგრამ რაც უფრო ადრეულ ასაკში მოხდება ეს და ჩვენ კულტურაში რამდენად ჩავდებ, რომ ადამიანმა პირველ რიგში საკუთარ თავზე გააკეთოს ფიქსაცია და მე აქედან ამოიტანოს სამყაროსთან მისი დამოკიდებულება, თუნდაც მათემატიკის სწავლა, თუნდაც რა ვიცი ლიტერატურის წაკითხვა, თუნდაც რაღაცა ისტორიასთან მისი დამოკიდებულება, აქ თუ საკუთარი თავის ჩემი მე ეგო თუ არ დგას სამყაროს ცენტრში, მით უმეტეს ბავშვები ხო ეგოცენტრულები არიან თავიდან ბოლომდე, ხო? და ისედაც ჩვენ ხო ეგოცენტრულები ვართ, ძალიან ძნელი არის ფილოსოფოს ერთნობიერების ფილოსოფიაში მუშაობს და ესე იგი როგორ უნდა შეიძლება მიხვდეს ადამიანი როგორი არის იყო ხამურა. ასეთი საინტერესო სტატია აქვს და აი როგორი არის ხამურად ყოფნა. გვაქვს ჩვენ ამისი გამოცდილება, რომ ის მიხვდეთ რომ სხვა ადამიანი ეს აბსოლუტურად იგივეა, როგორადაც მე ვერასდროს ვერ მიხვდები როგორი არის ხამურა, როგორ უყურებს სამყაროს, ზუსტად ისე ვერ მიხვდები როგორ უყურებს სამყაროს
თქვათ შენ ან სხვა დანარჩენი ადამიანები. ხო და აი რაღაცა ამ ეგოების სამყაროში გვიწევს ორიენტაცია, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ხო სოციალური არსებები ვართ, ერთმანეთის გარეშე ფაქტობრივად შეიძლება. არაფერი არ ვართ ერთმანეთის. ხო, ადამიანი ხო ის არ არის რაღაცა გელიც არ არის, ხო, მარტო არა თუ ადამიანი, ხო? ამიტომ ეს ეგოს ტრანსფორმაციის უნარი, საკუთარი მეს შეცნობა არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვა ადამიანის მესგაცნობიერებაში. კი, და ამასთან კიდევ იმის გააზრება, რომ შენ გაქვს არჩევანის უფლება, არა მხოლოდ პროფესიის არჩევაში, არამედ ურთიერთობებში. შენ თვითონ ირჩევ სხვა ადამიანი როგორ გექცევა შენ. შენგან გამომდინარე გექცევიან სხვა ადამიანები ისე როგორც გექცევიან და სამყარო მართლაც არკეა. რასაც შენ შინაგანად ატარებ, რასაც ასხივებ, ის გიბრუნდება უკან. თვითონ აძლევ იმის უფლებას, რომ თქვა, შენი საზღვრები დაარღვიონ და შემდეგ გიკვირს, რომ ვიმე რატო მომექცა ასე, რატო ერევა ან კიდე პირიქით, თუ შენ სხვის საზღვრებს არღვევ, აუცილებლად შენსაც დაარღვევ. კი. სხვათა შორის სულ ვასწავლი ბავშვებს, რომ არ მოიტყუოთ. იცით რატო? მე შენც მოგატყუებენ და ამას რომ ვეუბნები. ახლა გარეშე ხო არ შეიძლება ცხოვრება. ხო, ნუ მაგრამ იცით რა არის? უნდა გააცნობიერონ, რომ მე როცა მოვიტყუე რაღაცა, მეც მომატყუებენ. თუ ამას აცნობიერებ და შენ ამ ტყუილით უფრო მეტი სარგებელი მაქვს, ვიდრე ის არატყუილი. არ არსებობს ტყუილს ქონდა სარგებელი. ნინი, რას ვაპრობ? ეხლა ხა კაპრაჭულები რო ვარ და მაკიაჟი რო გვიკეთია ესეც ტყუილი. ნუ ეხლა ტყუილის ფორმა. მე სულ არ ვიტყუებ, ეს ჩემი ესეთი სახეა, სულ კი, მაგრამ ეს ხო შენი შექმნილია, მაგრამ მაკიაჟის გარეშე ხო ასეთები არა ვარ, სხვადაირები ვარ. უფრო კარგები ვართ მაკიაჟის გარეშე, ჩემი არის. მაშინ ვიაროთ მაკიაჟის. დავდივართ კიდეც. უბრალოდ საზოგადოება, სკოლა, ფორმა ითხოვს. ამ შემთხვევაში შენ საზოგადოებას ცემ პატივს. ხო, სხვებს ვცემ პატივს, თორემ მაკიაჟოთ ბევრად საყვარელი და ბუნებრივად და თქვენც დარწმუნებული ვარ. მართლა ასე ვფიქრობ. რაღაცა ნიღბები დავყარე, თუმცა ტყუილი რო არ ყოფილიყო, ხელოვნებაც არ იქნებოდა, ხო. ანუ არის ამაში რაღაც ისეთი. ხო, ნახეთ, მე ისი თქმა მინდა, მე რო ვტყუი, მე უნდა ვაცნობიერებდე, რომ რატომ ვაკეთებ ამას და რას მაძლევს ეს ტყუილი. თუ მე მაწყობს, მაშინ მოვიტყუო. აი ამის თქმა მინდა. კი, რაღაცა სარგებელს და ვიცოდე რომ მე თუ ვალის მოვატყუებ, შეიძლება ლალი არ მომატყუოს, მაგრამ ვიღაც სხვა მომატყუებს და მეც გამაცურებდი. სამყაროში ესეთი არის კი. მე ამის მჯერა. კი რა და საკუთარ თავზე დავტესტე და ასე. ხო და ეხლა ვცდილობ ყურადღებით ვარ, რომ არაფერი გავაკეთო ისეთი, რაც არ შეესაბამება ჩემს იდეალურ მეს, რომელსაც ხედავ მომავალში. სხვათა შორის ამასაც ვასწავლეთ, რომ აი შენი თავი 5 წლის შემდეგ როგორია. უნდა იცოდე, ბევრმა არც იცის და არც ის იციან რა უნდათ, რა არის მათთვის ბედნიერება, რა მიზნები აქვთ. აი ამ ყველაფერსაც მუშაობთ. ჩვენ გვაქვს დროის კაფსულა. საახალწლოდ ვაკეთებთ ხოლმე. და გვაქვს ისინი ბავშვების მიერ გაკეთებული და 1 წლის მერე ხსნით იმას და მე ახალს ვდებთ. შიგნით და ყოველ ახალ წელს გვაქვს ეგეთი დროის კაფსულა და არ ვერევით, იმდენად ინტიმური ამბავია, რომ ჩვენ არც ვკითხულობთ, არც არაფერი, ბავშვები თვითონ ხსნიან და თავად ნახავენ. საინტერესო. ყველას შეუძლია საკუთარი დროის კაფსულა გააკეთოს, რატომაც არა. ძალიან კარგი პრაქტიკა, ერთ-ერთი პრაქტიკა ეგ. ისიც გავაკეთეთ ჩვენ კონვერტებში გვაქვს ჩადებული ევროკავშირის წევრები რო გავხდებით. აი ვიდეო ნახე სხვათა შორის, კი. და ისიც ცვილით გვაქვს დაბეჭდილი და წაღებული აქვს ბავშვებს კონვერტების სახში, იმედია ის კონვერტები გაუძლებს სანამ ევროკავშირის წევრები გავხდებით. იმედია გაუძლებს. სხვათა შორის მაგას უნდა გვასწავლიდნენ, რომ საით მივდივართ, ამას ვხედავდით, რა არის ჩვენი ბოლო წერტილი არა, აი რა წერტილამდე გვინდა მისვლა. ამას თუ ვისწავლით, უფრო მარტივი გახდება დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მიხვიდრე. სწრაფად მიხვიდე და როცა არ იცი, სად მიდიხარ და არ გაქვს განსაზღვრის ან პუნქტიდან B პუნქტამდე როგორ მიხვიდე, ძალიან რთულია რაღაც მიზნების მიღწევა. ესეც საკუთარ თავზე დავტესტე და შევიტანე ესეც პროგრამაში, რომ ვიცოდე დღეს სად ვარ და ხვალდაზე სად მინდა მივიდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნახეთ, სოციოლოგიაში არსებობს ასეთი თეორია, თუ როგორ გავლენას ახდენს, ჩვენ ხო მიჩვეული ვართ, რომ აი ეს ლაიბნიციდან მოყოლებული ილიამაც გაიმეორა, ხო? აწმყო შობელი წარსულისაგან არის შობელი მომავლისა და ვუყურებთ სულ წარსულიდან და სინამდვილეში მომავალიც გვიცვლის აწმყო.
იყოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თუ აწმყო გვიცვლის მომავლის ხედვა, ანუ შენ როგორ ხედავ მომავალს და რა გინდა რომ მომავალში იყო, ისიც ახდეს ჩემს აწმყოზე გავლენას. 100%. ხო, და ამაზე არის ძალიან კარგი ის არის ასეთ პედაგოგიკაშიც არსებობს ასეთი პიგმალიონის მეთოდი. ანუ როგორ შეიძლება რომ შენს მოსწავლეში გენიოსები დაინახო და როცა იცი რომ აი ეს ეხლა შენ ვინც ღიზის ეხლა რა ვიცი მარსის კოლონიზაციაში მიიღებს მონაწილეობას ყველა გენიოსი ბავშვები ყველა ბავშვები ციბადება კი ამ სამყაროში ყოველ იცით რა არის აი რასელს აქ ასეთი ერთი ჩემს სტატიას მოგწამწვარებული რომ მეში ადამიანები იბადებიანო უცოდინრებათო, მაგრამ მოსულელებათო ჩვენი განათლების სისტემები აქცევენო და ხო და ისევე ეთანხმები ამას, რომ ფაქტობრივად განათლების სისტემებმა მოახერხა ის, რომ ბავშვები ვერ ხედავენ საკუთარ თავს და ანუ ეს სისტემები იმისთვის არის შექმნილი, რომ ბავშვები გადაიმტრეს ხერხემალში და ბავშვებმა გააცნობინონ, რომ მათ არაფერი არ გამოუვათ არასდროს. ვერაფერს ვერ მიაღწევენ. ეს მანადგურებს. კი, მეც მანადგურებს, მაგრამ სკოლამდე სახლშიც იგივე სიტუაცია და ეს მშობლები იმიტომ რომ ჩვენ სკოლა ხო სახლში ანუ ეს მშობლებიც ხო სკოლაში გასრდილები არიან და ფაქტობრივად ამ ბავშვებს სკოლაში რაც ხდებათ ის სახლიდან არის წასული საერთოდ ეს ძალიან ისეთი რთული ამბავი არის რა პედაგოგიკა არის ყველაზე კონსერვატორული სფერო და ფაქტობრივად ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება რეფორმირებას იმიტომ რომ ცოცხალი ორგანიზმია, ცოცხალია და ჩარჩოში ვერ ჩასვა. თან რა არის, ნახეთ, ახლა როცა თქვენ აკვირდით, როდესაც თქვენ სკოლა შვილი შეგყავს, ძირითადად ხო ცდილობენ სკოლაში შეიყვანო, სადაც შენ დადიოდი. რატო აკეთებ ამას, ხო? ანუ გინდა რომ შენმა შვილმა ის გზა გაიაროს, რაც შენ გაგავლილი და შენზე უფრო შორს წავიდეს, ხო? ეგ პრობლემაა თუ ეგ გინდა, სულ არ მინდა ეგ. არ ვიცი, აბა რატომ იყავს იგივე სკოლაში, სადაც ჩვენ დავდიოდით, უმრავლეს შემთხვევაში. ნახეთ, თუ შენ მოგწონს შენი გავლილი გზა და შენმა შვილმა გინდა იმ გზაზე გაიაროს, კი ბატონო, მაგრამ ძირითად შემთხვევაში კაი, დაუშვათ არ მინდა და არ მომწონს. ხო და არ შევიყვანი სკოლაში, სადაც იმ სკოლაში და სხვა სკოლაში სხვა რამე ხდება. ხო, ეგ კიდე ცალკე თემაა. ლალისთან მოვიყვან და რაღაცა გეშველას. ხო. მოკლედ რაღაცა წავეხმარო თუნდა იგივე გზა არ უნდა გაიაროს მერტმა და ჯერ ისედაც კონსერვატორულია თვითონ განათლების სისტემა თავისი ფუნდამენტით და მე როდესაც ხელოვნურად ამოხრუჭებ და არაცნობ განვითარების საშუალებას ეს კიდე ცალკე ამბავია და დღეს სკოლაში და ზოგადად განათლების სისტემაში რამდენად არის ადგილი რომ ადამიანმა საკუთარ თავზე იფიქროს და გააცნობიეროს რა უნდა ამ სამყაროში არის მაგის ადგილი სად რომელ მომენტში არ არის მაგის ადგილი მაგას გავიძახე მაგიტომ მინდა რაღაცა შევცვალო აი არ მასვენებ შინაგანად რავი რა ძალა ქვია ამ ძალას რომ რაღაც მინდა შევცვალო და ყველა ადამიანს მინდა რაღაც ჩავუდო თავში რომ მოეშვი ყველაფერს და მოდი ჯერ საკუთარ გონებაში გაერკვი მართლა მთხოვს ამას რაღაცა სულის ზახილივით მაქვს რომ გავაგებინო ამ ხალხს ნუ ჩხუბობ ნუ ყვირი ნუ ცემ ნუ სჯი ჯერ შენ რა გჭირ შეხედე შენს თავს იქნებ შენშია პრობლემა იქნებ სულ არ არის ბავშვი დამნაშავე იქნებ სულ არ არის სხვა ადამიანი დამნაშავე იმაში რაც შენ დღეს გჭირს ჯერ მოდი შენს თავზე დაფიქრდი შენ აიღე პასუხისმგებლობა და ეს საკუთარი ცხოვრების მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობის აღება ძალიან დიდი ნაბიჯია უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად საზოგადოდ ანუ ზოგადად გულისხმობ ერთი ადამიანისთვის კი არა მასშტაბურად თუ ყველა ამას დავფიქრდებით შეიძლება ბევრი რაღაც ჩვენს პასუხისმგებლობას თუ გავაცნობიერებთ ჩვენს წილს თქვენს მე ჩემს სხვების თავისას და ალბათ მე გვეშველება მაგრამ ჩემს თაობას ნამდვილად არ ეშველება და შემდეგ შეიძლება აჯი მე რაღა უნდა შეება თაობა რაღა უნდა თქვა დინი ახლა რა მაინტერესებს აი როგორ მოახერხე ამ ყველაფრის ინსტიტუციონალიზაცია და აი როგორ შექმნა აი ეს შეიძლება ახლა მე და თქვენ დავჭდეთ და ვისაუბროთ თქვა და რაღაცა გაუგოთ ერთმანეთს და რაღაც მეგობრების წრეში შეიძლება ვილაპარაკოთ ან რაღაც თქვა იგივე მოსწავლეების და სტუდენტების წრეში ჩემ შემთხვევაში ხო მაგრამ აი როგორ აქციე ეს საქმე თქვა როგორ მიეცი ბიზნესის ფორმა ხო სისტემად ხო ამაში დამეხმარა ძალიან მარტივი რაღაცები კალამი და ფურცელი
რასაც ვაკეთებდი, ანუ რა თეორიაც მომეწონებოდა, მომერგებოდა, დამეხმარებოდა, ვიწერდი, რა პრაქტიკაც გამომადგებოდა, ვინიშნავდი, მოკლედ მაქვს დღემდე ეს რვეული, სადაც ესე ყველაფერი მქონდა ჩალაგებული, ჩაწერილი, ზოგი ლამაზად, ზოგი უშნოდ. და შემდეგ, როდესაც ცოტა გონს მოვედი და გავაცნობიერე, ანუ ზემოდან დავხედე საკუთარ ცხოვრებას, წარსულს, ახლანდელს და მომავლის გეგმებისკენაც რო წავედი, მივხვდი, რომ ამ ყველაფერს თუ მე ავკინძავდი და შევკრავდი როგორც სისტემას, მეც დამეხმარებოდა და სხვა ადამიანებსაც. და ეს ნელ-ნელა შემდეგ უკვე გავაციფრულე ეს ყველაფერი, შემდეგ მოვსინჯე ვიდეოს ჩაწერა, მოვსინჯე საუბარი, კომუნიკაცია სხვა ადამიანებთან და ნელ-ნელა ესე დაიხვეწა და შედგა როგორც სისტემა. და ძირითადად ესე იგი ეს ონლაინ სივრცეში გაუშვებად რეკლამები, ხო? ბუსტები და რაღაცები, რომ კი, თავიდან კი, იმიტომ რომ ეხა კი იცით, ყველაფერი გამომწერზეა, თუმცა მაგ ყველაფერსაც ცოდნა უნდა. თავიდან მეგონა რომ თუ ვიყიდდი გამომწერს, ეს კარგი ამბავი იქნებოდა და თურმე არა, ნუ ყველაფერს სწავლა სჭირდება. შემდეგ გავიარე მარკეტინგის კურსიც და ეს დამეხმარა იმაში, რომ სწორად განმესაზღვრა აუდიტორია, როგორი ვიდეოები ჩამეწერა, რაზე უნდა მესაუბრა, რა სჭირდება, რისი მოსმენა უნდათ ადამიანებს, ესეც ხო უნდა ისწავლო. თავიდან მეგონა რომ რასაც იტყოდი, ყველაფერს მოგისმენდნენ, თუ უწრფელი იქნებოდი. მაგრამ ასე არა, კაუჭებზე უნდა წამოდო და სხვათა შორის რაც უფრო ისეთი თემაა ცოტა მტკივნეული, უფრო ბევრი გამოხმაურება აქვს და ცოტა მაწუხებს ეგ ამბავი. ანუ ბევრს ტკივა. თემებში რას გულისხმობ? აი მაგალითად შიშებზე, ტრამვებზე, შფოთვაზე, ბავშვის დასჯაზე, უგულებელყოფაზე თუ საუბრობ, ან დამცირებაზე, ბევრი გამოხმაურება აქვს. სამწუხაროდ, ანუ ბევრს ტკივა ეს. ამაზე მიუთითებს და ეგ კონტენტი უფრო საინტერესოა საზოგადოებისთვის. კი, რაც უფრო მტკივნეული არის. კი, ჩემი ინტერვიუები დელაც რაღაც ხანდახან აჭარის ტელევიზია მიცის ხოლმე რადიოსებს ამოჭრის და ზოგჯერ არის კონტექსტიდან ამოღებული ცოტა სხვანაირადაც ისმინება, კაცო რო თქვას, მაგრამ მახსოვს ერთი ამბავი იყო ატეხილი, აი მასე ეს რაღაცას ვამბობ, რომ მოსწავლეებს აღარ ჭირდება წარბაწეული და ჯოხიანი მასწავლებელი თქო და იატაკზე დამჯდარი მასწავლებელი ჭირდება მათთან ერთად თქო და მე იატაკზე დამჯდარი ის კი არ მიგულისხმე რომ რაღაცა ჩაიცუცქო და მე მიგულისხმე ჩემს საკვირაო სკოლაში რომ აქ აგერ ლამაზი ხალიჩები და ამ ხალიჩაზე რომ დამჯდებით ერთად რაღაცას ეს მიგულისხმე და მე წარმოვიდგინე ახლა მასწავლებელი ამას როგორ მოისმენს რომ დაჯექი იმ ბინძური იატაკზე სკოლაში რო არის გახრეკინებული ლამინატები, კბილები რო აქ დახრეჭილი და იქ როგორ უნდა დაჯდიან რა სიამოვნებაა იქ დაჯდომა, ხო? ხო, აქ ამ შემთხვევაში იატაკზე დაჯდომაში მე ვიგულისხმე, რომ ბავშვებთან არ უნდა უყურო, რა, ერთად უნდა იყოთ და ერთ სივრცეში უნდა ყო, ესეც კი ხედვაზე მოდან ქვებოთ არ უნდა იყოს, ხო? პირიქით მის დონეზე უნდა გქონდეს თვალების სიმაღლეც უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს და ეს ფოტო ხედვალობაში არა. ახლა კონტექსტიდან მოგლეჩილეთ. ჩაცუცქული მასწავლებელი. ხო, ჩაცუცქული მასწავლებელი გამომიტა, მაგრამ სინამდვილეში რა იყო, ისეთი გამოხმაურება ქონდა, მივხვდი რომ მტკივნეული თემა არის და მასწავლებლებს ეს აწუხებს, რომ ვერ გაექცათ, ზოგიერთ მასწავლებელს გაექცა აი ეს რაღაცა ჩასავლები, რაღაცა კამაკავშირებელი, რა რითაც შეიძლება ამ თაობას დაუკავშირდეს და მასთან რაღაცა შინაგანი ის ქონდეს მისასვლელი გზა. კარგავენ რა მასწავლებლები. ხო, იმიტომ რომ პიჯაკიდან იხედება ბევრი და არა ეს პიჯაკიდან მზერა აუცილებელი. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ შენ ხარ მისი მეგობარი, მისი თანატოლი. ხო. სხვათა შორის აი დისციპლინის პრობლემა არც ერთ კლასთან არ მქონია და ალბათ ამიტომ რომ მათთვის არ ვარ მასწავლებელი. მე უფრო ბევრს სწავლობ მათგან, ალბათ ისინი ვიდრე ჩემი. კი, ეგ თუ არ გაქვს, კი, რა თქმა უნდა სწავლობ. ისეთ რაღაცებს გასწავლიან ეს ბავშვები, რომ ბევრჯერ ჩამიწერია ეს რაღაცას იტყვიან. ნამდვილად. ხო და აი ეს ბარიერი მე პედაგოგი ვარ და შენ არ იცი და ჩემგან უნდა ისწავლო, ეს უნდა გაქრეს. პედაგოგი კიდე რა ხარ? ხო, ნუ პედაგოგი. მასწავლებელი. ხო. სხვათა შორის ერთ-ერთ ინტერვიუზე მითხეს პედაგოგი დავწერო. არა, პედაგოგი არ ვარ, მასწავლებელი. ხო, ჩვენ მასწავლებლები ვართ ალბათ. რატო იცით? არის ქართულ ენაში ასეთი ძალიან მაგარი სიტყვა მოძღვარი, ხო? ერთი არის, როცა ხარ მასწავლებელი, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ მედიატორი ხარ, ცოდნა გადაგაგდა, როცა ხარ მოძღვარი ხარ, მაგალითი, პიროვნული უნარების
ნიმუში ხარ. ნიმუში ხარ და მასწავლებელი უფრო ჯობია. მასწავლებელი არის ეს თეორიული ცოდნის გამტარი და ამის იქეთ ვერ მიტიხარ, ხო? თან მასწავლებელს შეცდომის დაშვების უფლებაც აქვს, არასწორად მოქცევის უფლებაც აქვს. მოძღვარს არა. არა. დღეს ვეუბნები მოსწავლეებს, რომ არა, მოძღვარმაც შეიძლება. ხო. მიქაროს. კი, ხო, მიქარა ჩვენმა მოძღვარმა და კაი ტიპია, ხო? არ ვიცი. მოძღვარი პოემა. კი რა მოძღვარი. საწავეთ. დღეს ვეუბნები მოსწავლეებს სხვათა შორის ასეთ რაღაცას, რომ ან უნდა გააცნობიეროთ, რომ ყოველთვის კარგი ადამიანი შეიძლება არ იყოს, შეიძლება ქცევა იყოს კარგი ქცევა და შეიძლება იყოს ცუდი ქცევა. ანუ ადამიანში არის კარგიც და ცუდიც, ანუ ამის გაცნობიერების საშუალებას ვაძლევთ, ვცდილობ რომ დავანახოს და ანუ ვუთხარ რომ ეს ძალიან მკვეთრად საბჭოთა გამოცდილებაა ჩვენი რომ ადამიანს რაღაცა თუ შეეშალა, მისი საქციელი უკვე არის იდენტიფიცირებული, მიწებებული არის პიროვნებაზე და ამბობენ რომ ეს არის ცუდი კაცი. ბიჭო, მაშინ რაღაცა შეეშალა და არასწორად მოიქცა არა, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ცუდი ბიჭი ხარ, ცუდი გოგო ხარ და ამიტომ იყოფა ესე ორად, ცუდი, კარგი, კეთილი, ბოროტი და ნუ მოკლედ მე მგონი მეტნაკლებად უკვე იციან მასწავლებლებმა რომ ქმედება უნდა შეუფასონ და არა პიროვნება, ხო? ეს ცოტათი გალხვა მე მგონი ეგ ამბავი. იმედი მაქვს. ხო და ამ ბავშვებს ეუბნები რომ შეიძლება ერთ დღესაც ძალიან ცუდად მოვიქცე და ვიყო ბოროტი და თქვენ ეს არ უნდა გაგიკვირდეთ და შოკში ჩავარდეთ. თქვენ? კი, შეიძლება მეც მოვიქცე ცუდად, მეც რა ვიცი, გული ვატკინო ვიღაცისთვის მკაცრე ვიყო. ანუ ამის გააზრების უფლება უნდა მისცე ბავშვს და არ უნდა აჩვენო რომ მე ვარ ღმერთი და მე ვარ ყველაფერი. ეს არ უნდა იყოს რა. რომის პაპი. ღმერთის მონაცვლე ამ სამყაროში. რაღაცა რა მეინტერესებდა, იცი, აი ასაკობრივად რა ამბები გაქვთ რა, აი ძირითადად ვინ არის ამ თქვენი სერვისის მომხმარებელი? ხო, აი ასაკობრივ საკითხში ვართ ესეთი არეული, იმიტომ რომ ყველა განვითარება თვითგანვითარებიდან იწყება. ყავს 60 წლისაც, 65-საც, ყავს 24 წლისაც და აი ყველასთან პოულობთ საერთო ენას. სანამ კურსი დაიწყება, ჩვენ ხო კურსები გვაქვს გამოკითხვა, ინდივიდუალური კონსულტაცია და ამის მიხედვით ხვდებით რა საჭიროება აქვს მონაწილეს და ვაჯგუფებთ შემდეგ რა, საჭიროების მიხედვით და ასაკობრივი შეზღუდვა ნამდვილად არ გვაქვს. ერთადერთი რასაც ვამბობთ ხოლმე, რომ არასრულწლოვანებთან არ მუშაობთ. მუშაობთ მხოლოდ ზრდასრულებთან. ერთადერთი ეს. და აი ეს ადამიანები, როდესაც ამ იმითი შემოდიან, როგორ აი ჯგუფებად მუშაობენ თუ ინდივიდუალური არის? პირველი შეხვედრა ინდივიდუალურია, როდესაც ხდება ეს დაჯგუფება და რაღაც კლასიფიცირება და შემდეგ უკვე ჯგუფურად ხდება გაკვეთილის ტიპის მსგავსი რაღაც თეორიების მიწოდება. და ამ თეორიებში ვაწოდებთ რა ხდება სამყაროში, როგორ ვართ აგებული, რა არის ტვინი, რომ ამ ტვინს ჭირდება მართვა და ამ ყველაფერს ვაწოდებთ თეორიული მასალის სახით. და ასევე გვაქვს პრაქტიკა. პრაქტიკაში იგულისხმება წერითი პრაქტიკები, აი ეს NLP თქვენ რაც დაასახელეთ, ასევე ტვინის ვარჯიშები, მედიტაციები და რა ვიცი, ძალიან ბევრი. ძალიან ბევრი პრაქტიკა გვაქვს და და ამ იმას უკავშირს რა ფორმით იღებთ მე? როგორ არის? ერთჯერადი არის თუ რაიმე კურსია? კურსია. კურსები გვაქვს 8 კვირიანი, გვაქვს 5 კვირიანი. და როგორ არის კვირაში ყოველდღიური შეხვედრები თუ? არა, კვირაში ერთი შეხვედრები გვაქვს ძირითადად, მაგრამ ყოველდღიური მუშაობა გვაქვს. ყოველდღურად ჩვენ შეიძლება ერთმანეთს არ ხვდები და არ ვხედავთ, მაგრამ დავალებები კი, მიდის უკავშირი აქვს ამ დავალებებს. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში გვაქვს პირადი საუბრებიც და ძალიან საინტერესოა. თვითონ პროცესია ძალიან საინტერესოა. რამდენად იკვეთება ეს თქვენი ისა რაღაცა ფსიქოკონსულტაციასთან თუ არა, არ იკვეთება. უფრო აი მენტორინგი უფროა ვიდრე ფსიქოკონსულტაცია. ანუ თქვენ უფრო თეორიულ ინფორმაციას აწოდებთ ვიდრე ის რომ ის ფსიქოლოგიურ განწყობებზე იმუშაოთ, არა? ფსიქოლოგიურ განწყობებზე სამუშაო ტექნიკებს ვაძლევთ. ჩვენ ვართ მედიატორები, მოკლედ. არ ვეხებით ზედმეტად მათ და ეს ბრალობიჩი რო ლაპარაკობ ვინ ხართ ეს? ამ ეტაპზე ორნი ვართ ჩვენ და ვფიქრობთ გაზრდას და გაფართოებას. და ასევე გვინდა რომ რაღაცა სივრცეც შევქმნათ და ამ სივრცეში ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ოფლაინ მუშაობას ალბათ უფრო სხვა ეფექტი ექნება. ძალიან კარგია. ხოთა შორის ახლავე შემიძლია გითხრა, რომ მე შემიძლია რომ სივრცეც შემოგთავაზოთ და თქვათ თუ გენემში დაგჭირდებით რაღაცა რამე ერთი შეხვედრაც შემიძლია რომ რაღაცა თუ სურვილი გექნება, რა თქმა უნდა, თუ ჩემი ადგილი მოიძებნება თქვენ სისტემაში. ჩვენ ყველა ვედებით ყველაფერს, ანუ ვცდილობ ახლა
2 წელია რაც ამ სისტემაზე მუშაობდა, არ ვართ ჯერ ცნობილი და არ ვართ ჯერ ცნობადი, არა, მოიცა? რატო ვერ ვთქვი? სწორად ამბობ. ცნობილი და ცნობადი. ნუ ჩვენი აკადემია ჯერ არ არის ცნობილი და ვცდილობთ რომ რაღაცა გავავრცელოთ ინფორმაცია ჩვენ შესახებ, გაიგონ ადამიანებმა რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, რა შედეგები გვაქვს და აი ყველაფერს ვედებით და ყველა საშუალებას ვცდილობთ რომ ყველა საშუალება გვინდა რომ გამოვიყენოთ და თუ ამის საშუალებას მოგცემთ, რატომაც არა, მადლობის მეტი რა გვეთქვეს. ისე ფსიქოლოგებთან კონსულტაციებიც, კერა და ფსიქოლოგების შემოერთებაც არ გაწყობ. თუ ყავთ ის მეორე ფსიქოლოგია? არა, გვაწყობდა როგორ არა, უბრალოდ აქამდე ამაზე საჭიროება არ ყოფილა. საჭიროება იყო, უბრალოდ საშუალება არ იყო. საჭიროება არის და იყო კიდეც. და ნელ-ნელა როცა გავფართოვდებით, შევივსებით, აუცილებლად იქნება არაერთი ფსიქოლოგის საჭიროება. სწორედ ამიტომ მინდა სივრცეები, ერთ სივრცეში თქვა ფსიქოლოგთან კონსულტაცია იქნება, მეორე სივრცეში თქვა იოგას მასწავლებელთან იქნება შეხვედრა, მესამე სივრცეში მედიტაციას გააკეთებენ და ეს ჩემი ხშირად ეს იოგა ძალიან კარგია რომ ახსენე, იმიტომ რომ ხშირად იოგა გონიათ რაღაცა გაჭირვები და მოძრაობები და იოგა იწყება ფილოსოფიური კონცეფციით და მთელი სკოლა არის, ხო, მაგაზე დასაფუძნებელი, ასე მარტივად არ არის. კი. მრავალმხრივია. იმიტომ ქვია მენტალური ზრდის აკადემია, რომ მენტალური ზრდა არ არის მხოლოდ წიგნის კითხვა, არ არის თუნდაც მხოლოდ იოგა და ანუ მრავალმხრივია, კომპლექსურია და ერთი არის რაღაცა თეორიულად რაღაცა სამყაროსთან შენ დამოკიდებულებებს ალაგებ და მეორეა ეს გადალაგება როგორ გადაგაგ პრაქტიკულ დამოკიდებულებაში და კონკრეტულ ქცევებში. ძალიან კაი საქმეა. ქცევის გარეშე ვერაფერს ვერ შეცვლა. თან რა არის იცი, ის არის კარგია რომ ამაზე ვიღაც იწყებს ლაპარაკს და ფიქრს, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ ძირითადად ვართ, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიისა, მაგრამ და აი ეს სოფხედველობის შემქმნელი ცოდნები, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ფსიქიკა და სამყაროსთან დამოკიდებულება, ხო? ამას ნაკლებად გავდივართ. ერთი რო სკოლაში ფილოსოფია არის სწავლება, მერე ის რომ დღეს ეხლა სხვათა შორის ბათუმის უნივერსიტეტშიც პედაგოგიკის, ანუ დაწყებითების მასწავლებლის და მაინორის და ზოგადად მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამებიდანაც განათლების ფილოსოფია ამოიღეს. და ეს არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ფაქტობრივად განათლების φιλოსოფია არის ის ხერხემალი უნდა ყოფილიყო, რასაც უნდა აწყობილიყო სხვა დანარჩენი საგანი, იმიტომ რომ ფაქტობრივად ფილოსოფიის ერთ-ერთი თარგია გააჩნდება ნებისმიერი პედაგოგიური თეორია, რომელიმე ფილოსოფიური კონცეფციიდან იღებს სათავეს სოფისტებიდან და პითაგორეიზმიდან და პლატონიზმიდან მოყოლებული, ხო? და ეს რაღაცნაირად ისე რჩება რა, რაღაცა გადაიქცა აი ეს პრიმიტიულ სწავლების ფორმებად და ზუსტად იმას ვკარგავთ რა, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ადამიანისთვის იმ მთლიანობას, რომ დღეს ადამიანს მარტო ცოდნა კი არ უნდა მიაწოდო, მთელი ის უნდა მიცე კომპლექსი სოციალური ურთიერთობების და პიროვნული ურთიერთობების ზრდის, ხო? მარტო ცოდნით ვერ გადიან ფონს, ფაქტია. მე ვიცი ძალიან ბევრი პედაგოგი. და იმ ცოდნასაც იცით რა არის? შეიძლება პლატონის ფილოსოფიას იცნობდე, მაგრამ აი ეს პლატონიზმი პედაგოგიკაში როგორ უნდა გადმოთარგმნო, ეს საერთოდ სხვა რა. თქვენ რომ მოგვეცით დავალება, ღმერთო როგორ დამავიწყა მზის ანალოგია რო იყო. რა ერქვა ღმერთო? პლატონის გამოქვაბული, ხო. აი თუნდაც მეტაფორა. ხო. სასწაულია, ხო. ჩვენ გამოქვაბულიდან ვიწყებთ და მე გამოვდივართ ამ ყველაფრიდან. ერთადერთი გზა არის საკუთარ თავზე მუშაობა და იმ შენი უნარების ამოტანა. კი. გამახსენდა ეგ. არა საინტერესო იყო თქვენ ლექციები. სიამოვნებით კიდევ მოვიდოდი. მიხარია რომ ეს პოზიტიურად გახსენდება. რამე ისეთი ხო არ არის ნინი რომ აი რომ მოდიოდი რომ ჩაფიქრებული გქონდა რომ გეთქვა და რაღაც მე არ მოგეცვა ის საშუალება. არა, არანაირი მოლოდინი არ მქონდა მართლა. აი რაღაცა ისე მოვედი. უბრალოდ რაც მოვა, რაც ითქმება, ითქვას რა. ყველგან ასე ვარ. ზოგადად ცხოვრებაშიც ასე ვარ. რაც მოდის შიგნიდან, მინდა რომ იყოს რაღაცა შეულამაზებლად წამოსული და ალბათ რაც საჭირო იყო ყველაფერი ვთქვით. მართლა. მაშინ წავიდეთ ფინალისკენ და ჩემი პოდკასტის აუცილებელი ნაწილია ყავაზე საუბარი.
ორი სისტემა აქვს. განათლების საკითხებით ყავა, რომლებიც ერთმანეთს ხელს არ უშლის და ესე ამ პოდკასტში ასე კარგად გაერთიანდა. ყავა არა ჩვეულებრივია ბათუმური. ბათუმური ყავა არის და ის ანაკლებ პრინცესული ჭიქებით. ხო, ჭიქებით როგორც ჩვენ შეგვეფერება. კი, ნამდვილად ყვავილები. ჩვენ ქალები ხო ყვავილები ვართ. და ყავა აი ამ თქვენს მეთოდოლოგიაში რა როლს თუ თამაშობს, მაგრამ ესეც მითხარ. კი, თამაშობს. ყავასთან ჩემი ურთიერთობა ძალიან ახლოა სხვათა შორის და ყავა კი იცით ახლა აქტიურებს ადამიანს და აღვიძებს, მე მაღვიძებს მაგალითად. ჩემთვის დილა არ იწყება, მაგრამ დღე იწყება ფინჯანი ყავით. დილას წყლით ვიწყებ. მერეა ყავა. ხო, ესე იგი ტვინი ჩართე, თორე ყავის დაიწყებოდა. ხო, აბა. ადრე ყავით ვიწყებდი, სანამ გამორთული იყო. მეც. ხო, და ახლა წყლით ვიწყებ და მერე მოდის ყავა. ხო, მაგრამ ყავის გარეშე რაღაცა რთული. ყავის გარეშე სხვათა შორის ვცადე მე. მე მქონდა ასეთი ჩელენჯი, რაც მიყვარს იმის გარეშე თუ გავუძლებ. აი საკუთარ თავზე რაღაც მუშაობის პრაქტიკაც არის ეგეთი და ყველაზე ძალიან გამიჭირდა ყავასთან დაშორება. ერთი თვე იყო მე მგონი დაახლოებით ყავა არ მემიყია და ძალიან განვიცადე, შემდეგ ისევ დავიწყე, მაგრამ შევძელი. აი ეს რაღაც საკუთარ თავს უმტკიცებ ხოლმე, რომ იმაზე ძლიერი ვარ, ვიდრე ჩემი თქვა სურვილი და მოთხოვნილებებია და. ცხეთა შორის არის იცი ხანდახან არის, რომ დისციპლინის განვითარება ყოველთვის გონია ის, რომ რაც არ გვინდა იმის კეთება და სინამდვილეში თუ კი მოატრიალებ, რაც მინდა, მაგალითად იგივე ყავა. სინამდვილეში ყავის აკრძალვა ის კი არ არის, რომ რაც სიამოვნებს იმას არ ვსვამ, არამედ პირიქით იმას ვაკეთებ, რომ არაფერზე არ ვარ დაქვემდებარებული და ამას უმტკიცებ ჩემ თავს, ხო? კი ბატონო, მეც მქონია. ხო, დისციპლინა რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია. მეგონი ამით უნდა გვეწყო. დისციპლინა ის არ არის, რაც ხო, რეჟიმი არა. არა. დისციპლინა არის, ჩემთვის დისციპლინა არის და მე მოსავლებს სხვათა შორის ამას არ ვიცი ხა თეორიულად რამდენად იმაშოვე, მაგრამ რაღაცა ინსტინქტურად ამას ვაძლევ რა, რომ დისციპლინა ეს არის მისთვის მიღწევის სტრატეგიების დალაგება. ანუ მიზანი რო გაქვს, დისციპლინა ნიშნავს იმას, რომ როგორ მივიდი ამის და. კი, თან სწრაფად მიდიხარ და დისციპლინაც ვაკეთებ, მაგას სალკე ჩავწეროთ. ჩავწეროთ. კი, ძალიან დიდი მადლობა. არაჩვეულებრივი საუბრისთვის. ხო, ეს ყავის დამსახურება, ასეთი უშუალობა. არა. თქვენ დამსახურება, მართლა. მაშინ დავიშვიდობთ ჩვენ მაყურებელს. ამ განწყობაზე დაგემშვიდობებით, თუ გინდათ, რომ აი ასეთი სიმშვიდე მიიღოთ და სამყაროსთან რაღაც საკუთარი დამოკიდებულებების კორექციები გააკეთოთ, მიმართეთ ნინი ქარჩავას და მენტალური ზრდის აკადემიას. ეს იყო პოდკასტი ვალისთან ყავაზე, დაგემშვიდობებით. მომავალ სამშაბათს.